საღამოშვიდობის ზვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. Ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თქვენთვის საკმაოდ საინტერესო და ნაცნობი სახე ინე ჭარუაშვილი, ასე რომ დარჩი ჩვენთან ერთად. ბლიც ანკეტა. ზოდიაქოს ნიშანი ქალწული, საყვარელი ქალაქი მილანი. ცხოვრების მიზანი გახდეს პროფესიონალი მუსიკოსი. საყვარელი კომპოზიტორი სერგეი რახმანინოვი. ოცნება აღორძინებული საქართველოს ნახვა. საყვარელი პიანისტი სვიატოსლავ რიხტერი. ჰობი მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნების კულტურისა და ენების შესწავლა. საყვარელი მწერალი ვაჟა ფშაველა. საყვარელი ფერები თეთრი, შავი და ცისფერი. ფრაზა, რომელსაც ხშირად იმეორებს. მუსიკას ერთი მიზანი აქვს: ღმერთის თაყვანისცემა და სულის განახლება. საყვარელი სადილი, შემწვარი კარტოფილი. ბიოგრაფიული შტრიხები. ინა ჭარუაშვილი დაიბადა 1984 წლის 20 სექტემბერს ქალაქ გორში, მუსიკოსების ოჯახში. მამა ზაქარია ჭარუაშვილი მეორე სამუსიკო სკოლის დირექტორია, დედა მარინა ჭარუაშვილი სამუსიკო სკოლის პედაგოგი. ყავს ორი უფროსი და, ხათუნა და ლანა, ორივე დაოჯახებული. ინამ დაამთავრა მესამე საშუალო სკოლა, სწავლობდა მეორე სამუსიკო სკოლაში. ინა ჭარუაშვილის პირველი სერიოზული გამოსვლა იყო მეორე კლასში ყოფნისა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მეშვიდე კლასში სწავლისას ჩააბარა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო გიმნაზიაში. მოხვდა პროფესორ ალექსანდრე გარბერის კლასში. ამჟამად სწავლობს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მესამე კურსზე, ფორტეპიანოს სპეციალობით. იგი 13 წლის იყო, როდესაც პირველად გაემგზავრა ისრაელში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სადაც 1998 წელს მეორე პრემია მიიღო. ეს იყო პირველი სერიოზული გამარჯვება. 1999 წელს იტალიის ქალაქ სენიგალის საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა და მოიპოვა მეორე პრემია. მიიღო სპეციალური პრიზი ანდორის საერთაშორისო კონკურსზეც. 2002 წელს მიიღო პრიზი და მაყურებლის სიმპათია გერმანიის ქალაქ მუჰარდის საერთაშორისო კონკურსის ფესტივალზე. 2004 წელს კი მოიპოვა პირველი პრემია იტალიის ქალაქ კასალე მონფერატოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე. 2000 წელს გახდა პიანისტ ლიზა ლეონსკაიას სტიპენდიანტი. ინა ჭარუაშვილი ძალიან ცელქი და თავისებური ბავშვი იყო. ფიზიკურად საკმაოდ სუსტი. გლანდების გამო ხშირად ავადმყოფობდა და მტკივანი ყელით მაინც კარგად მღეროდა. 3 წლის ასაკიდან უკვე სცენაზე იდგა და ამ ამპლუაში თავს მშვენივრად გრძნობდა. მისგან დიდი მუსიკოსი დადგებაო, ასე უწინასწარმეტყველეს ინას. დღეს კი იგი უკვე ცნობილი პიანისტია. ამ აღიარებამდე სავალი გზა კი მაშინ დაიწყო, როდესაც მამამ აღმოაჩინა მისი უნიკალური შესაძლებლობები. ინა მესამე კლასში იყო, როდესაც ჩოპენის ერთ-ერთი პასაჟი დაუკრა. მამა გაოგნებული დარჩა შვილის ნიჭით. 13 წლის ასაკი და ინა პიანისტთა კონკურსებში მონაწილეობს და არც თუ ურიგოთ. იგი ხდება არაერთი კონკურსის, პრიზებისა და პრემიების მფლობელი, თუმცა ახალგაზრდა პიანისტი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ როცა ვუკრავ, არასოდეს ვფიქრობ პრემიებზე, უბრალოდ ვიცი, რომ კარგად უნდა დავუკრავ და მეტი არაფერი. სერიოზული ბავშვი ვიყავი. წყნარი, მაგრამ ამავე დროს ცელქი. ყოველთვის უფროსებთან მიყვარდა ურთიერთობა და დღესაც უფროსი მეგობრები მყავს მეტი წილი. პატარაობიდანვე მღეროდი, საერთოდ მიჟიდავდა მუსიკა, ძალიან ხშირად უსმენდი. და ერთ დღესაც მე თვითონ გადავწყვიტე რატომღაც, რომ მივსულიყავი ფორტეპიანოსთან და დამეგრა. რაღაცას ვაწყობდი ყოველთვის სმენით. და მესამე კლასში აღმომიჩინეს ესეთი სერიოზული სმენა. შემდეგ უკვე სერიოზულად მოეკიდნენ ჩემი მშობლები ამ საქმეს, რომ გავყოლოდი. თუმცა არც მქონდა გადაწყვეტილი, რომ მუსიკოსი გამოვიდოდი. მე-7 კლასამდე, სანამ თბილისში წავიდოდი და შემდეგ უკვე რაღაც სცენა მომხიბლა აუდიტორიამ სმენელმა და გადავწყვიტე, რომ ეს გზა ამერჩია. ინას მშობლებისაგან მემკვიდრეობით ერგო მუსიკის მძნებარე სიყვარული. მამა ზაქარია ჭარუაშვილი გორის მეორე სამუსიკო სკოლის დირექტორია, ხოლო დედა მარინა ამავე სამუსიკო სკოლის მასწავლებელი. მუსიკოსების ოჯახში აღზრდილმა ინამ 13 წლიდან დღემდე არაერთ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი ისრაელის ბერშევის, იტალიის ქალაქ სენიგალის, ამერიკის ნიუ-ფალსტიტის კონკურსების მეორე პრემიის მფლობელი, ესპანეთის ქალაქ ანდორის, გერმანიის მუჰარდის ფესტივალების პრიზიორი და ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული კონკურსის ლაურეატია. 2004 წლის 28 მარტს კი იტალიის ქალაქ კასალე მონფერატოში გამართულ კარლოს სოლივას ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. 19 წლის პიანისტი ამჟამად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტია. მისი პედაგოგია ალექსანდრე გარბერი.
ახალგაზრდა მუსიკოსმა იტალიის ქალაქ ბორგომენოშიც გამართა სოლო კონცერტი. მის მიერ აჟღერდა ბახის, მოცარტის, ლისტის, რახმანინოვის ნაწარმოებები. ამ გამოსვლას მხურვალედ გამოეხმაურა ადგილობრივი პუბლიკა. როგორც პიანისტი აღნიშნავს, მისი ყოველი გამოსვლა და კონკურსი ემთხვევა თვის 28 რიცხვს და ეს რიცხვი მისთვის საკრალურია. საერთოდ როგორც ინა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, სცენამ და პუბლიკა მის ემოხიბლა, რომ ამ პროფესიის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად ეჩვენება. შედესარ ვფიქრობ ჯილდოებზე, თუმცა ერთი მინდოდა მხოლოდ რომ სცენაზე გავსულიყავი. მათ სხვა სივრცეა, როდესაც გადიხარ და არსებობს სცენის შიში, ძალიან ბევრი ადამიანს აქვს და ეტყობა დავძლი ეს შიში და დიდი სიამოვნებით გავდივარ. და რაღაც სხვა სამყარო მაქვს ყოველთვის, როდესაც ვასრულებ. ეს არის ალბათ ჩემი სიცოცხლე უკვე. ნაკლი ბევრი მაქვს. მაგრამ ერთ-ერთ ნაკლს ვიტყვი, რომ მინდობი ვარ ძალიან. და ღირსება ის არის, რომ ძლიერი ხასიათი მაქვს და მიზანდასახული ვარ. ქალბატონი მარინაშვილის ყველაზე დიდი გულშემატკივარია. იგი ახალგაზრდა პიანისტს ყველანაირად ხელს უწყობს შემოქმედებით საქმიანობაში. იგი უნდა შრომის მოყარე მიზანდასახულ პიროვნებად მიიჩნევს, თუმცა როგორც დედა, შვილში ნაკლსაც პოულობს და ბევრს აყვედურობს კიდეც. რაც შეეხება ინას საოჯახო საქმიანობას, ქალბატონი მარინა აღნიშნავს, რომ ინა კარგი კულინარია, უყვარს ადილების მომზადება, თუმცა მას არაფერს არ აკეთებინებს და შვილის ხელებს უფრთხილდება. ძალიან უყვარს ინას სადილების დამზადება და ცდილობს ხოლმე, როცა მე არა ვარ, მაშინ აკეთოს. მე კი არ უწყობ ხელს მაინც და მაინც, მაგრამ რავი, შეიძლება ცუდიც იყოს, რომ არ ვაძლევ, იმიტომ რომ პირველ რიგში ხალი უნდა იყოს და დედა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც პროფესიიდან გამომდინარე უფრთხილდები ამის ხედებს, მე ამის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არა მაქვს, ხედებს უფრთხილდებით ყოველთვის. შრომის მოყარე, რა თქმა უნდა, არის ძალიან სერიოზულია თავის საქმისადმი. ძალიან მიზანსწრაფულია სხვათა შორის. მე აი მიკვირდა, როცა პატარა იყო და რამეს დაისახავდა მიზანს, მე უკვე მეშინოდა, რომ იმას შეძლებდა თუ არა და ბოლოს ისე ამართლებს ამ ყველაფერს, ძალიან მიზანდასახულია, ძალიან. და ეს ძალიან მომწონს ამის თვისებაში. დედა ეჭვის თვალით უყურებს, მაგრამ რა ვიცი, ყოველთვის ჯერჯერობით ამართლებს და მე ვნახოთ და ისე ძალიან სერიოზული გოგოა. აი ხან ზედმეტად სერიოზულიც, რაც თავის ასაკთან შეუსაბამობაში მოდის ხანდახან. ინას მამა ყოველთვის ბევრს ნერვიულობდა შვილის სცენაზე გამოსვლისას, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ინა სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრება კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად. ამჟამად უკვე ამაყობს შვილის წარმატებებით. ახალგაზრდა პიანისტს უსურვებს ლამაზ ცხოვრებას, ბედნიერებასა და ჯანმრთელობას. ბავშვობიდანვე ძალიან უყვარდა მოსმენა მუსიკის. მაინც მეგონა რომ ყველა ბავშვს აქვს მონაცემი. ალბათ ეს ჩოლო ბავშვი იქნება მეტი. მაგრამ ერთხელ მესამე კლასში აი შოპენის ერთ-ერთ პასაჟს ვკრავდი 23 წუთიდან. ბოლო ნაწილი ეგ ცოტა რთულია 3 ორზე მიდის. და იმავე ტონობაში დამიკრა პირდაპირ. მე ვთქვი რომ სისტემატიკა მე ნოტები არ იცი. რა ვიცი აი შენ რო უკრავ მეც მინდოდა გამემეორებინა. მე თქვი ეს რაც ვერ არის მეთქი თავი ჭუაზე და მოდი მივხედოთ მეთქი ამ ბავშვს და აი აქედან დაიწყო მისი აი ეს ლამაზი სულები ორკესტრთან გამოსვლა. და მეექვსე კლასში ეს უკვე მე ვეღარ შევძლებთ აქ. просто ცოდნას ვეღარ ვაძლევდი. ეს არ მყოფნიდა ის ცოდნა. ну და სასტრაფოდ წავიყვანთ თბილისში და იქ გააგრძელა 10 წლებში და ალბათ აი ჩემო მეუღლემ გიამბოთ როგორ მოხდა და ამჯერი მისი მიღწევები. ამერიკაში იყო და 24 საათი ამერიკაში რეკავდით, იტალიაში იყო და იგივე სულ ერთმანეთთან აი სალაპარაკო ქონდა. აი როგორ მოხდა, რანაირად გახვედი, რა დავუკარი, ხო არაფერი იყო იქ. გარემო რამე ეს სიტუაცია ცუდი ან რაღაცან როგორ მიიღო სმენელმა სულ ასეთი განცდები ქონა ერთმანეთთან. როცა გავიდეთ რომ რაღაცა ჯილდო მიიღებდა აქ თელ ამბებში და თელ გორს უჩებ გავაგებინეთ ხოლმე ამ სიხარულით. რას უსურვებით? დიდ გზას. პიანისტურ ცხოვრებაში დიდ მიღწევებს და
და როგორც თვითონ უნდა და რაც უნდა იმას მიაღწევს ცხოვრება. იყოს ბედნიერი. იყოს ჯანმრთელი რა თქმა უნდა. და არ დაიწყოს არასოდეს თავისი სამშობლო თუ სადმე მოხდა თავის დედმამა და ყველა ლამაზი ხალხი ვინც გვერდზე ყავს. ინა იმდენად დატვირთულია, რომ იშვიათად რჩება თავისუფალი დრო. ამ დროს იგი მეგობრებს უთმობს, ან ქალაქგარეთ ბუნებაში სეირნობს. უყვარს ადილების მომზადება, ეხმარება დედას, თუმცა მშობლები საოჯახო საქმიანობით არ ტვირთავენ. რაც შეეხება მის მომავალ გეგმებს, როგორც მან გაგვიმხილა, ის მიზნებზე ხმამაღლა არასოდეს საუბრობს. თუმცა ისევ მისგან შევიტყვეთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამარჯვებული პიანისტის მიწვევა დაგეგმილია იტალიის ქალაქ კასალი მონფერატორში, სადაც მისი კონცერტებით კვლავ დადგმება მაყურებელი. ქართველ პიანისტს საომრალოდ კონცერტების სერია ელის იტალიაში, მაგრამ ეს უკვე შემოდგომაზე. ჩვენ კი მას შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ. ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ესე თქვენთვის საინტერესო ნაცნობ სახეს წარმოგიდგენთ ოჯახთან ერთად. ასე რომ დაგველოდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ნახვამდის.